დღეს მინდა გაგიზია, რომ პასკის რეცეპტი მძიმე, ნოტიო, ნამდვილი სადღესასწაულო პური, ზუსტად იმ გაგებითა და წარმოდგენით, როგორიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ვიდეო ხანგრძლივი გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება. რეცეპტები მარტივად ავხსნა არა მხოლოდ თვითონ რეცეპტი, არამედ ცომის არქიტექტურა, თუ ამ ლოგიკას კარგად გავიგებთ, თუ ჩავწვდებით კონკრეტული კომპონენტების ქცევას, მათ კავშირებსა და ურთიერთრეაქციებს, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რომ პასკა ან ნებისმიერი სირთულის ცომი არ გამოგვივიდეს. ეს არ არის რეცეპტი, სადაც საათობით უნდა ველოდოთ, როდის ამოვა ცომი. არც შემთხვევაზე და გამართლებაზეა დამოკიდებული გამოსვლა არ გამოსვლა. ეს არის რეცეპტი, რომელიც აგებულია ზუსტ და ლოგიკურ თანმიმდევრობაზე და რა თქმა უნდა, გვერდს მის ისტორიას ავუვლიდი. ჯერ იყო პური როგორც საკვები, შემდეგ გაჩნდა უფრო მდიდარი სადღესასწაულო პური, რომელიც დაუკავშირდა კონკრეტულ რელიგიურ კალენდარს, მათ შორის აღდგომას. ევროპაში არსებობს სადღესასწაულო პურების დიდი ოჯახი, სადაც ცომი შეიძლება იყოს ბრიოშის ტიპის, ტკბილი, მარილიანი, ზოგ შემთხვევაში უფუარიც კი. ანუ პირველადია სადღესასწაულო პურის კულინარიული მოდელი, ხოლო შემდეგ მოდის კონკრეტული სადღესასწაულო მნიშვნელობა და მაინც საიდან მოდის პასკა როგორც სააღდგომო პური. კულინარიული თვალსაზრისით პასკის სამშობლო ზუსტად განსაზღვრა რთულია. იგი უფრო ეკუთვნის აღმოსავლეთ ევროპულ სააღდგომო პურების ოჯახს, ვიდრე ერთ კონკრეტულ კულტურას. პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ კულიჩი, პასკა და პასხა. კულიჩი არის რუსული და ზოგადად აღმოსავლურ სლავურ სააღდგომო ტრადიციაში გავრცელებული საფუარიანი მაღალი მოტკბო პური. პასკა კი, რომელსაც ჩვენ ვიცნობ და გვიყვარს, არის უფრო მდიდარი, მძიმე, შედარებით დაბალი ბრიოშის ტიპის ცომით მომზადებული სააღდგომო პური. პასხა კი კულინარიულ კონტექსტში არის ხაჭოს დესერტი. იგივე ხაჭოს პასკა, როგორც ხშირად ვეძახით და როგორც წესი მას სწორედ კულიჩთან ერთად მიირთმევენ. ამასთანავე რუსულად პასხა აღდგომის დღესასწაულსაც ნიშნავს. სააღდგომო პასკის სიმბოლური და რელიგიური მნიშვნელობის გასაგებად აუცილებელია ჯერ აღდგომის დღესასწაულის თეოლოგიურ საფუძველს ჩავუღრმავდეთ. ეს საკითხი ირიბად უკავშირდება საიდუმლო სერობას. წმინდა წერილის თანახმად, როდესაც იესომ აკურთხა პური და ღვინო, მათ განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება ზიარების საიდუმლოს ჩამოყალიბებაც. საიდუმლო სერობა ქმნის პურისა და ღვინის სიწმინდის მნიშვნელობას ქრისტიანობაში, შემდეგ კი ეს მნიშვნელობა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება და მოგვიანებით უკვე სააღდგომო პურიც, იგივე პასკა იტვირთება ამ სიმბოლიკით. აღდგომა როგორც ქრისტიანული დღესასწაული ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან იკვეთება. მეტიც, კემბრიჯის ქრისტიანული ლიტურგიის კრებულში აღნიშნულია, რომ იმ პერიოდში აღდგომა იყო მთავარი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავდნენ როგორც ყოველ კვირადღეს, ისე წელიწადში ერთხელ. მარხვის დასრულების ნაკურთხი პურით აღნიშვნა კი უკვე მე-12 საუკუნიდან დასტურდება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბიზანტიური გავლენაც. აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში უკვე არსებობდა აღდგომასთან დაკავშირებული ეკლესიური პური არტოსი. თუმცა არტოსიდან საოჯახო პასკამდე პირდაპირი კავშირი დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. მიუხედავად ამისა, ბიზანტიური გავლენის მნიშვნელობის იგნორირება მაინც რთულია, რადგან სწორედ ამ სივრცეში იკვეთება აღდგომასთან დაკავშირებული ეკლესიური პურის ტრადიცია, ლიტურგიული სიმბოლიკა და აღმოსავლური კულინარიული გავლენები. საინტერესოა ასევე, რომ ადრეულ ქრისტიანულ ტრადიციაში სიტყვა პასკას ზოგჯერ ძველ ბერძნულ სიტყვა პასხეინს უკავშირებდნენ, რაც ტანჯვას და ტკივილს ნიშნავს. თუმცა მეცნიერულად ეს განმარტება არასწორია. როგორც ენციკლოპედია ბრიტანიკა ადასტურებს, სიტყვის ნამდვილი ფესვი არის ებრაული სიტყვა პასეკიდან, რაც გვერდისავლას, რაღაცის გადავლას, არიდებას ნიშნავს. ეს უკავშირდება ბიბლიურ ეპიზოდს, რომელსაც აქ აღარ ჩავუღრმავდები, რადგან სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. აქ მთავარი სხვა რამ არის ის, რომ პასკის ეტიმოლოგიური საფუძველი უკავშირდება არა ტანჯვას, არამედ ხსნისა და დაცვის იდეას. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, სადღესასწაულო პურების დიდი ოჯახის და მათ შორის პასკის არსი ყველგან დაახლოებით ერთია. ეს არის ყოველდღიური პურისგან გამორჩეული განსაკუთრებული დღისთვის შექმნილი პური, რომელიც აერთიანებს სიუხვეს, დღესასწაულს, სიხარულს, ოჯახურ ბედნიერებას, კურთხევას, სიხარულის გაზიარებას და ახალი სიცოცხლის იდეას. ამავე დროს პასკა ერთ კონკრეტულ ეროვნულ საზღვარში ჩაკეტილი პროდუქტი არ არის. იგი ტრანსნაციონალური კულტურული ტრადიცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფორმით გვხვდება, მაგრამ არსობრივად ერთსა და იმავე სადღესასწაულო და სიმბოლური იდეას ინარჩუნებს. ახლა კი უშუალოდ რეცეპტზე გადავალ. თუ თვალს ადევნებ ჩემს არხს, აუცილებლად გექნება ხურმოკრული მაინც ჩემი მეგობრის დედის თინა დეიდას შესახებ. ხო და მან მასწავლა პასკის ცხობის ისეთი სიყვარული, რომელიც წლებია არ მინელდება. მის რეცეპტს როგორც საჩუქარს ვინახავ, თუმცა დრო იცვლება და მასთან ერთად ვიცვლებით, ვითარდებით ჩვენც. ხდება ხელმისაწვდომი ის პროდუქტები, რაც წლების წინ არც კი გვინახავს. მოკლედ, წლების განმავლობაში საკუთარი პატარა აღმოჩენები დავაგროვე. ოდნავ შევცვალე ტექსტურა, დავაზუსტე პროპორციები და ასე შემდეგ. მოკლედ, გავაუმჯობესე იმ ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, რაც დღეს მაქვს.
ვფიქრობ, კულინარიული მემკვიდრეობა სწორედ ეს არის. აიღო ის ძველი მყარი ფუნდამენტი, რომელიც გადმოგეცა და მასში საკუთარი ხელწერა დაამატო. ეს ისევ სპასკა აუღონ თანამედროვე გაუმჯობესებული ტექნიკით. მოკლედ დავიწყოთ. პირველ ეტაპზე მიქსერის თასში ჩავყარებ ქვილის საერთო რაოდენობის ნახევარი. შემდეგ დავამატე საფუარი, შაქარი და თბილი რძე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ აქ იწყება ცომის საყრდენი სტრუქტურის ფორმირება. ამ ეტაპზე მიზანია მასა შეიკრას, ქვილის ნაწილაკებმა სრულად შეითვისოს სითხე და დაიწყოს საწყისი ბადის ჩამოყალიბება. ცომსაზელი კაუჭით დაბალ სიჩქარეზე ცომი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მოუზილე. ამ დროს მასა შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს იდეალურად ერთგვაროვანი და ელასტიური. ეს სრულიად ნორმალურია. ცომი მიქსერის თასშივე დავტოვე და დავასვენე ნახევარი საათი. დრო რომ გავიდა, ცომი კარგად ამოვიდა და მოდუნდა, ცალკე თასში მოვათავსე კვერცხი. პასკის ცომს განსაკუთრებით უხდება, როცა გულების წილი მეტია ვიდრე ცილა. შემდეგ არაჟანი და კრემყველი. კრემყველი განსაკუთრებულ ტექსტურას ძენს ცომს, თაფლიც ასევე არომატს აძლიერებს და დამატებით სინოტივის წყარო არის ცომში. ყველაფერი კარგად ავურია და დავიწყე ეტაპობრივად ამ მასის შეყვანა ცომში. ცომი იწყებს დაშლას, კარგავს ფორმას, ესეც ნორმალურია და გამოსწორდება. ახლა კი იწყება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, გლუტენის განვითარება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საფუარის მიერ წარმოქმნილი აირი ცომის შიგნით შენარჩუნდეს. ძალიან ხშირად ხდება, რომ საფუარი აქტიურია და აირსაც წარმოქმნის, მაგრამ ცომი მაინც არ ამოდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ასეთ დროს პრობლემა ხშირად იმაშია, რომ ცომში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საკმარისად ძლიერი, ელასტიური სტრუქტურა, რომელიც ამ აირს დაიჭერს. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია სტაბილური და გამართული გლუტენის ქსელის ფორმირება. თუ ეს საფუძველი დროულად არ ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით შაქრისა და კარაქის დამატების შემდეგ მისი განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამიტომ ჯობს სტრუქტურული ჩონჩხი აშენდეს მანამ, სანამ ცომი საბოლოოდ დამძიმდება. მოკლედ ორ ეტაპად ვამატებ ქვილს და დაბალ სიჩქარეზე ვზელ ცომს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვამოწმებ ელასტიურობას და ვხედავ, რომ ცომი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ მოზელვის გაგრძელებაც არ ღირს, რათა ცომი არ გადაიღალოს და არ გადახურდეს. ამიტომ ცომს 10 წუთი ვასვენებ. უფრო ხანგრძლივი პაუზაც არ არის სასურველი, რომ საფუარმა ამ ეტაპზე არ დაიწყოს აქტიური მუშაობა. სწორედ ასეთი მოკლე შუალედური დასვენებები ძალიან ეხმარება გლუტენის ფორმირებას. პრაქტიკაში ხშირად სწორედ ეს მუშაობს უფრო ეფექტურად, ვიდრე უწყვეტი და ძალიან ხანგრძლივი მოზელვა. მოკლედ ვაგრძელებ ცომის მოზელვას 5-5 წუთი 10 წუთიანი დასვენების ინტერვალებით. ყოველი დასვენების შემდეგ კარგად ჩანს, რომ ცომი უფრო ელასტიური ხდება. საბოლოოდ, როცა მივიღე ისეთი სტაბილური და ძლიერი ბადე, რაც ვიდეოში ჩანს, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე შაქრის დამატება. ნაწილობრივ ყავისფერ შაქარსაც ვურევ. შაქარს ვამატებ 4 ეტაპად, ყოველი დამატების შემდეგ ველოდები, რომ შაქარი სრულად შეერიოს ცომს. კიდევ რამდენიმე წუთი ვზელ, სანამ მასა არ გახდება პრიალა, გლუვი და ერთგვაროვანი. ამის შემდეგ ისევ ვამოწმებ ბადეს, რამდენად გაუძლო შაქრის დამატებას და როგორც ვიდეოშიც ჩანს, ის იდეალურად არის განვითარებული. ახლა უკვე შემიძლია თამამად დავამატო კარაქი. კარაქსაც ისევე როგორც შაქარს 4 ეტაპად ვამატებ. სრულად დამატების შემდეგ კიდევ მოვზილე ცომი 1-2 წუთი. ვიდეოში ჩანს ამ ეტაპზე ცომი როგორ ფორმას იძენს. ისევ ვამოწმებ ელასტიურობას და აქ უკვე ჩანს, რამდენად იდეალური უთხელესი მემბრანა ჩდება ცომის გაწელვისას. საერთო ჯამში თუ შესვენებებს არ ჩავთვლით, ცომის მოზელვას დაახლოებით 50 წუთამდე დასჭირდა, თუმცა ზუსტი დროის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თავარი ისაა, რომ ცომი ვიგრძნოთ, რადგან ზოგჯერ მას მეტი დრო სჭირდება, ზოგჯერ კი ნაკლები. ის თავად ყვარნახობს, როდის არის მზად. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, როგორ დავინახოთ ეს ნიშნები სწორად. შემდეგ დავამატე წინასწარ მომზადებული სანელებლები კონიაკში და ვანილი. ამ ეტაპზე ემატება ფორთოხლის და ლიმონის ცედრა ცურვილის შემთხვევაში. შემდეგ ცომი კიდევ რამდენიმე წუთი დავამუშავე, სულ ბოლოს დავამატე ცოტა ზეთი, 1-2 წუთი მოვზილე კიდევ და გადავიტანე ზეთწასმულ თასში. დავტოვე ფერმენტაციისთვის სპილოთახში, ჩემთან დაახლოებით 4 საათამდე დასჭირდა და აქ მინდა შეჯამება გავაკეთო, რამდენად კარგად ამოვიდა ასეთი მძიმე და გაჯერებული ცომი. უმეტესად ცომში თავიდანვე ირევა შაქარი, კვერცხი, ცხიმები და ასეთ ცომს გაცილებით მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ სტრუქტურა გაიმართოს. ასეთი ცომი ხშირად საათობით, ხანდახან მთელი ღამეც კი დგას. ამ შემთხვევაში კი ეს სამუშაო წინასწარ აქტიური მოზელვით და მოკლე შუალედური დასვენებების მეშვეობით გავაკეთე. ჯერ საწყის ეტაპზე ავაგე ძლიერი ბაზა, შემდეგ ეტაპობრივად შევქმენი გამართული და სტაბილური ქსელი და მხოლოდ ამის შემდეგ დავამძიმე ცომი შაქრითა და ცხიმით. შედეგად, როცა ცომი უკვე ფერმენტაციაზე გადავიდა, მას აღარ დასჭირდა დამატებითი საათები იმისთვის, რომ გონზე მოსულიყო და მეორე ეგრეთ წოდებული ჩაზევლაც არ დასჭირდა. როგორ მიხვდეთ, რომ ცომმა დაასრულა დუღილი?
და დროზე ადრე არ შევწყვიტოთ პროცესი. თითის დაჭერით მარტივი ტესტი. თითის ჩაჭერისას ცომში წარმოქმნილი ჩაღრმავება თუ მაშინვე ამოივსება, ნიშნავს, რომ დუღილი ჯერ არ დასრულებულა. თუ ჩაღრმავება რჩება და ნელა ივსება, ესე იგი პროცესი დასრულებულია და შეიძლება შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ახლა კი ცომის ნაწილში დავამატე გარეცხილი, კარგად შემშრალებული და ფქვილში ამოვლებული ქიშმიში და ფინიკი. ნაწილი ქიშმიშის გარეშე დავტოვე, რადგან ჩემთან ქიშმიშს ყველა არ წყალობს. მოკლედ გავაკეთე რამდენიმე გადაკეცვა, როგორც ვიდეოში ჩანს. ამ მეთოდით ქიშმიში თანაბრად გადანაწილდება ცომში, ისე რომ უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურა ზედმეტად არ დაირღვეს. ამავე დროს გადაკეცვა ხელს უწყობს ცომის მოწესრიგებას და შიგნით დაგროვილი აირის უფრო თანაბრად გადანაწილებას. შევავსე ფორმები და დავტოვე კიდევ 9 საათით. შემდეგ შევდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე მხოლოდ ქვედა წვაზე და მხოლოდ ბოლო 10 წუთით ზედა ქვედა წვაზე. პატარა პასკებს დასჭირდა ჩემთან 40 წუთი დაახლოებით, დიდს კი საათ 9. ხის ჭხირით შემოწმებისას სველი ცომი არ უნდა ამოყოს, მაგრამ არც სულ მშრალი, ოდნავ ნოტიო წებოვანი ნამცეცები უნდა იგრძნობოდეს. პასკები ბოლომდე რომ გაცივდება, შემდეგ მჭიდროდ ვახვევ საკვებ პარკში. საცხობი ქაღალდიანად, ასე ინახება და არ შება ძალიან დიდი ხანი. პასკის მომზადების სულ პროცესს ცომის ამოსვლის და გამოწყობის ჩათვლის სულ დასჭირდა დაახლოებით 7-დან 8 საათამდე. აქედან ჩემი აქტიური ჩართულობის დრო იყო სადღაც 2 საათი. ამ რეცეპტით პასკა გამოუვა ყველაზე გამოუცდელ მცხოვრებელსაც კი. მთელი გულით გირჩევ მოამზადო, გისურვებ ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს, ყოველთვის ამოსულ პასკას, სითბოს, სიმყუდროვეს და ბევრ სიყვარულს. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.